საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ დადგენილება მიიღო. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის ფარგლებში იმერეთში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, არსებობს რეალური საფუძველი იმისთვის, რომ იმერეთში საინტერესო პროექტები განხორციელდეს. მისივე თქმით, დღეისათვის ამ რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 29 მილიონ ლარამდეა. ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ იმერეთი დაინტერესდნენ და მათთვის საინტერესო ბიზნეს პროექტები განახორციელონ. პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2013 წელს რეგიონში 60 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2014 წელს კი 23 მილიონი დოლარი. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ მივიღეთ, ესე იგი, მიიღო დადგენილება, რომ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შექმნათ. ეს არის ჩინელების ინვესტიცია, მე მინდა ჩინელების კომპანიაზე გითხრათ ორი სიტყვით. ყველამ კარგად ვიცით, კომპანია ჰუალინგი, რომელიც უზარმაზარ ინვესტიციას აღორძინებს საქართველოში. კერძო თბილისში ეს არის 300 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ეს იქნება ოლიმპიური, ესე იგი, ქალაქი, რომელიც სახელმწიფომ შეიძინა და სადაც ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ჩვენ ამ 16 კორპუს თანამედროვე შენობებს გადავცემთ საკუთრებაში ჩვენს დევნილებს. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ ჰუალინგი კომპანია ახორციელებს, როგორც მოგახსენეთ, ინდუსტრიული ზონის განვითარებას ქუთაისში და ეს გახლავთ 30 წლიანი პროექტი. გრძელვადიანი პროექტი, იმისათვის, რომ ქუთაისში განვითარდეს მრეწველობის დარგები. და აქვე გეტყვით, რომ 2020 წლამდე 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება ქუთაისში. სწორედ ზემოხსენებულ პროექტში, ინდუსტრიულ ზონაში. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ იმერეთის რეგიონში 60 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. აქვე გეტყვით, რომ ეს ინვესტიციები ჩაიდო მრეწველობაში, მშენებლობაში, უძრავქონებაში, სამთო-მოპოვებით მრეწველობაში, ჯანდაცვის და სოციალური დახმარების მმართველობით, სასტუმროებსა და რესტორნებში. პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ ინტენსიური მუშაობა დაიწყო პრობლემის მოსაგვარებლად. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას და აღნიშნა, რომ ეს არის 87 მილიონიანი პროექტი, რომელიც მანამდე არ განხორციელებულა. ღარიბაშვილმა დასძინა, რომ იგივე პროექტები ხორციელდება ზესტაფონში, თერჯოლაში, ჭიათურასა და ტყიბულში. წყალმომარაგების საკითხი, რომელიც ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა ქუთაისში, კერძოდ წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა. მთლიანად იმერეთის რეგიონში წყალმომარაგების პრობლემა არის პრაქტიკულად გადაუჭრელი პრობლემა იყო და ჩვენ უკვე დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ამ პრობლემების აღმოსაფხვრად და მოსაგვარებლად. კერძოდ მოგახსენებთ, რომ ჩვენ დავასრულეთ ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიონი ლარი იყო. ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ეს გახლავთ 3 მილიონიანი პროექტი. წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ეს არის 5 მილიონიანი პროექტი. ტყიბულის, ასევე ქუთაისის წყალმომარაგების სისტემაზე მე მინდა გითხრათ განსაკუთრებულად, ეს არის 80 მილიონიანი პროექტი, რომელიც მანამდე არ განხორციელებულა. შედეგი იქნება ის, რომ 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება მთელს ქუთაისს. აქვე გეტყვით, რომ ეს არის დავაზუსტებ, რომ ეს არის 87 მილიონიანი პროექტი. ამას გარდა ჩვენ ვიწყებთ ქუთაისში კანალიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელებას. ეს არის 110 მილიონიანი ევროს ღირებულების პროექტი. ეს პროექტი მოიცავს როგორც კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას, ისე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ამ პროექტის განხორციელებას ჩვენ გვეხმარება ევროპის საინვესტიციო ბანკი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით 2 წლის განმავლობაში 32 კილომეტრი ახალი გზა გაიხსნა. მიმდინარე წელს 9 კილომეტრიანი გზა გაიხსნება ზესტაფონი ქუთაისის სამტრედიის მონაკვეთზე. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 43 კილომეტრი გზის მონაკვეთს. მიმდინარე წელს კი 66 კილომეტრი გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. განვახორციელებთ ნაპირსამაგრის სამუშაოები და ამ მხრივ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას
ასევე მყარი ნარჩენების მართვის პროექტი განმახორციელდა თერჯოლაში, სამტრედიაში, საჩხერეში, ქუთაისში. გვაქვს დაგეგმილი ქუთაისის რეგიონალური თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის პროექტირება და მშენებლობა. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი რეგიონისთვის. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობას და პრემიერ-მინისტრმა ამ კუთხით დაგეგმილ სამუშაოებზეც ისაუბრა. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობას და ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ გეგმავთ ჩვენ გელათის მონასტრის, კაცხის სვეტის, უბისას მონასტრის, ვანის ნაქალაქარის სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოებს, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციას, ქუთაისის ნიკიას ქუჩის რეაბილიტაციას, ასევე ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ მუზეუმის რეაბილიტაციას. იმერეთი არის მართლაც უნიშნულოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით გამორჩეული მხარე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოტენციალი ასევე მაქსიმალურად იყოს აფიქსებული, ვინაიდან ეს არის დამატებითი ტურისტების მოზიდვის წყარო. გადავა ასევე ძალიან მოკლედ სოფლის მეურნეობაზე, ასევე იმერეთს აქვს რესურსი, რომ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რეგიონში შეიძლება განვითარდეს მეღვინეობა, მემწვანილეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და სხვა. პრემიერმა მუნიციპალიტეტების მიხედვით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა. ხონში არის, გეტყვით მაგალითისთვის, მეაბრეშუმების განვითარების უზარმაზარ რესურსი. სამტრედიაში არის მაგალითად რესურსი სიმინდის წარმოებისთვის, ზესტაფონში არის ტბორის თევზის განვითარების წარმოების, ბოსნეულის და სოკოს სასათბურე მეურნეობების განვითარების პერსპექტივა. რაც შეეხება წარმოების განვითარებას, ჭიათურას აქვს მაგალითად მარგანეცის და კვარცის ქვიშის მოპოვების, მარმარილოს წარმოების, ბროლის და მინის წარმოების, ხილის გადამუშავების განვითარების რესურსი. ბაღდადში არის ქართული ყურძნის ჯიშების წარმოების განვითარების პერსპექტივები. ვანს აქვს ხე-ტყის გადამუშავების, სამშენებლო წარმოების, ავეჯის წარმოების, სამკერვალო წარმოების, კვების მრეწველობის განვითარების პოტენციალი. ზესტაფონში არის ღვინის წარმოების, ასევე ცეცხლგამძლე აგურის წარმოების პოტენციალი. ჩვენ შეგვიძლია საკონსერვო წარმოების რესურსი გამოვიყენოთ, რომელიც ამ რეგიონს აქვს. თერჯოლას აქვს რესურსი, რომ ბეტონის კონსტრუქციების წარმოება განვავითაროთ. საჩხერეს სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, კერამიკული თიხის წარმოების განვითარების რესურსი აქვს, რომელიც არის დღემდე გამოუყენებელი. ხარაგაუს აქვს ხე-ტყის გადამუშავების, ავეჯის წარმოების, მარმარილოს გადამუშავების. პრემიერმა აგროკრედიტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში გაცემულ სესხებზეც ისაუბრა. როგორც აღნიშნა, გაიცა 31 მილიონი ლარის 1220 სესხი, გადაიარაღდა 50 საწარმო. ღარიბაშვილმა აგროდაზღვევის პროექტებზეც აღნიშნა და თქვა, რომ ფერმერებს მოსავლის დაზღვევის საშუალება აქვთ, თუმცა იმერეთში მხოლოდ 7 პოლისი გაიცა, რაც პრემიერის თქმით რეგიონისათვის ძალიან მცირეა.